გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, ქართულმა ოცნებამ დააინიცირა ახალი ცვლილება არასრულწლოვანთა კოდექსში და თავის მიდგომაში, როდესაც საქმე არასრულწლოვანთა კრიმინალურ ქცევას ეხება. და ამ ინიციატივის მაგალითზე მე შევეცდები აგიხსნათ თუ რანაირად შეიძლება ობიექტურად აღიქვას ემიგრაციაში მყოფმა ადამიანმა ის თუ რა ხდება ქვეყანაში. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ პროპაგანდა, რომელსაც მე ვისმენ სხვადასხვა სამთავრობო არხებზე, არის რომ ეს არის გერმანული მოდელი. არ ვიცი ხა სიმართლე რო გითხრათ, ამაში არ ჩამიხედავს გერმანული მოდელია თუ არა ნამდვილად, მაგრამ ამაზე წინა ვიდეოშიც ვისაუბრე, რომ მაგალითად გერმანიაში არსებობს შეურაცხყოფის კანონი, არსებობს მაგალითად რელიგიური გზნობების შელახვის კანონი და ასევე იგივენაირად არსებობს კანონები ირანშიც. ზუსტად იგივენაირად. ერთგან არსებობს იმისი მექანიზმები, რომ ადამიანმა თავი დაიცვას, რომ სახელმწიფომ ეს კანონები არ გამოიყენოს მათ წინააღმდეგ და არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის დაჩაგვრა და სახელმწიფომ არ გამოიყენოს ეს არასამართლებრივად და არასამართლიანად და არ გადააქციოს ეს შურისძიების იარაღაც და მეორეგან ეს არის მიზეზი, რის გამოც შეიძლება ერთ დღესაც უბრალოდ ჩამოგახჩონ შუა ქუჩაში. შესაბამისად, როდესაც ლაპარაკი არის, რომ იქაც არის და აქაც არის, უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად ლოკალური კონტექსტი. ამის თქმა უყვართ ხოლმე ძალიან, როდესაც ევროპას აკრიტიკებენ ხოლმე და ევროპელების მხრიდან მოცემულ რაღაცა რჩევებს იქ ყოველთვის ამბობს ხოლმე სამთავრობო პროპაგანდა, რომ ლოკალური კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. მაგრამ როდესაც თვითონ აკეთებს რაღაცას მიმბაძველობით და იმის იქით არ იხედება თუ რა ხდება ლოკალურ კონტექსტს და მათ შორის არაკომპეტენტურობას მთავრობისა არ ითვალისწინებს და ის ზუსტად აი ამ ყველაფერზე დღეს ვისაუბრებ და ამით აგიხსნით თუ რამდენად მარტივად შეიძლება ადამიანი ემიგრაციაში იყო და მიხვდე თუ რა ხდება ქვეყანაში. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს კანონი 2015 წელს მიუღია ქართულ ოცნებას და გაუხდია უფრო მობიერი კანონი არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა და მე ჩვენ ვნახეთ, რომ შინაგან საქმეთა ერთ-ერთი მინისტრი იმაზე წუწუნებდა, რომ აი ამ კანონის მიხედვით ისინი ვერ იჭერდნენ გარკვეული ასაკის დამნაშავეებს და იქ ქონდა ათეულობით დანაშაული ჩადენილი ამ ბავშვს. და შესაბამისად ეს ყველაფერი საფუძველი გახდა იმისა, რომ გარკვეულმა კრიმინალურმა ბანდებმა ან კრიმინალურმა პიროვნებებმა ბანდები შექმნეს, რომლებიც იცოდნენ, რომ ამ ბავშვებს არაფერი დაემუქრებოდათ კანონის მხრიდან და შესაბამისად მათ აგზავნიდნენ სპეციალურად იმისთვის, რომ მოეპარათ და ასე შემდეგ. და აღმოჩნდა, რომ 15 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ვერ იპოვა ვერანაირი გზა, თუ რანაირად შეიძლებოდა გაეკეთებინა ამ ყველაფრის პრევენცია. ეს ახლა აჩვენებს ერთ რაღაცას. ერთი არის ის, რომ ესე იგი ქუჩაში კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნება, ის ჩვენ რასაც ვხედავდით მანამდე და რაზეც ლაპარაკი იყო მუდმივად, კიდევ არის და ამას ადასტურებს ასევე ციხეში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტები და ამასაც აუცილებლად დავაკავშირებთ და საერთო კონტექსტში განგიმარტავთ, თუ ზოგადად რანაირად შეიძლება ადამიანმა აღიქვას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ეხლა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ გააუქმოს საერთოდ ეს კანონი და შემოიღოს დასჯის რაღაცა მექანიზმი, ოღონ ამას დასჯას არ ეძახის, ამას ეძახის იმას, რომ რაღაცა მზრუნველობით სახლებში გადაანაწილებს ბავშვებს, რომლებიც დაარღვევენ ახალ კანონს. ეს არ იქნება რაღაც ციხე, არამედ ის იქნება სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა და აქ ბავშვები იმუშავებენ ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან და ასე შემდეგ. თავიდან დავიწყოთ ამ ცვლილების შემოტანის მიზეზით. და ეს არის, რა თქმა უნდა, ის რომ ოცნება პრინციპში აღიარებს, რომ როგორც ხელისუფლება ის ამ საკითხში ჩაფლავდა. ანუ გვაქვს მობიერი კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ზუსტადაც მზრუნველობას და პრევენციას ავალდებულებს, ხო? მაგალითად, ის ბავშვი რო აიყვანეს, რომელსაც ათეულობით დანაშაული აქვს ჩადენილი, სახლში რო უშვებდა, ეხა რომ მეუბნები, რომ იცი რა, სახლში კი არ გაუშვებ, არამედ გადავიყვან სადღაც მზრუნველობით სახლში და იქ იმუშავებს მასთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. რატომ მაშინ არ მუშაობდა ამასთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი და მაგალითად რატომ არ იყო გამოყოფილი სპეციალური კადრი, რომელიც ესეთ პრობლემურ ბავშვთან და მის ოჯახთან იმუშავებდა და გაარკვევდა, რომ რატო არის ეს ბავშვი საერთოდ ესეთ მდგომარეობაში, რომ ამხელა დანაშაულებრივი სია აქვს თავის ბიოგრაფიაში. რა ხდება მის თავს? ოჯახში აქვს პრობლემა, მენტალიტეტი აქვს მასში გამჯდარი რაღაცა ეს ქუჩურ კრიმინალური თუ რა ამბავია? აი აქ შეიძლება, ანუ მისი სახლიდან და ოჯახიდან მოცილების გარეშე შეიძლება იმ პროცესის წარმართვა, რომელ პროცესზეც ოცნება ლაპარაკობს, რომ აწი წამართავს. და შესაბამისად ეს არის აბსოლუტური აბსურდი, იმიტომ რომ რატო ჭირდებოდეს რაღაცა დახურული სივრცის შექმნა ხელისუფლებას იმისთვის, რომ ბავშვი როგორც სასჯელი მოწყვიტოს ოჯახს და იქ ჩააგდოს რაღაცა გარემოში, რომლის რისკი არსებობს იმისა,
რომ ზუსტად იგივენაირი კრიმინალური მენტალიტეტი შეიძლება იქ დახვდეს ბავშვებს. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ მაგალითად ბოლო აუდიო ჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაგდო, იქ ვნახეთ, რომ ესე იგი უდიდესი ალბათ საქართველოს კრიმინალურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საქმის ფიგურანტი, რომელზეც თვითონ შესესე ამბობს, რომ ესე იგი მთელი რუსეთის მასშტაბით ვინც კრიმინალურ სამყაროს აკონტროლებდა, იმისმა კლანმა დაუკვეთა ამ ხალხს რაღაცა დანაშაულის ჩადენა და აი ასეთი პროფილის და ესეთი მაღალი მნიშვნელობის კრიმინალურ სიტუაციაში ჩართული ადამიანი როგორც აღმოჩნდა, იმდენად დაუცველი არის შურისძიებისგან ციხეში, ის დამნაშავეა, არ არის დამნაშავე, მოგწოს, არ მოგწოს, არ აქვს მნიშვნელობა. ის რომ დააპატიმრეს და ციხეში რომ ზის, ის არის სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ. საქართველოს მოქალაქე არის, რომელიც სასჯელს ან რო დაუმტკიცდება, მოიხდის, ან თუ არ დაუმტკიცდება, არ მოიხდის. მაგრამ ამ წუთას ეს ადამიანი არის სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ და ჩვენ დავინახეთ, რომ თურმე მასზე შურისძიების მიზნით შეიძლება ვიღაცეები შევიდნენ მასთან კამერაში ან რაღაცა გადაიყვანონ სადმე სხვაგან სხვა დაწესებულებაში და იქაც მოხდეს მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური და ღირსების შემლახავი ძალადობა. ანუ აი ესეთი მენტალიტეტური და ესეთი კრიმინალური სიტუაცია თუ არის ციხეში, ანუ რა გამოვიდა ეხლა რომ რადგან თავის დროზე მეგის ქარდავა მაგალითად იყო ცუდი ადამიანი და საშინელებებს ჩადიოდა ციხეში, ეხლა ამათმა გადაწყვიტეს რომ იცი რა ჩვენ დაგიჭერთ ძმაო და დაგარჩენი კაროჩე აი ციხე თქვენი იყოს და იქ შიგნით აკონტროლეთ რადგანაც ის გააკეთეთ და აი ამის ამსახველი, აი ამ არაკომპეტენტურობის და აი ამ შეიძლება ითქვას რომ ადმინისტრაციის მხრიდან რაღაცა ეჭვით შეიძლება გაჩნდეს რომ იყო გარკვეული თანამონაწილეობა რომ ეს ადამიანი თავისუფლად შედიდა გამოდიოდა ვიღაცასთან კამერაში მასზე ძალადობდა და ამას ეს თვითონ თავისი გამოქვეყნებული ჩანაწერებით აღიარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხო? და ეხლა ჩვენ გვეუბნება რომ აი ესეთ არაკომპეტენტურ უწყებაში და აი ესეთ არაკომპეტენტურ და ესეთ ძალადობრიულ სისტემაში და ესეთ მენტალიტეტურად კრიმინალურ სისტემაში უნდა შექმნას ახალი დახურული სივრცე, რომელშიც უნდა გადაიყვანოს მცირეწლოვანი ბავშვები და ამ მცირეწლოვან ბავშვებთან თან ამბობს იმას, რომ ამ ესენი ხშირად ჩადიან ამ დანაშაულს, იმიტომ რომ მათზე კრიმინალურ ავტორიტეტებს აქვთ გავლენა. აი ამ ყველაფერს ესე იგი ესე აკეთებს, აღიარებს პირველ რიგში იმას, რომ ვერ გააკეთა ვერაფერი და ვერ აღმოფხრა ის, რომ 11 და 12 წლის ბავშვმა ქვეყანაში დანაშაული არ ჩაიდინოს და თუ ჩადის დანაშაულს, სადღაც კი არ წაიყვანოს, არამედ ოჯახთან ამუშაო, სოციალური მუშაკი თუ ფსიქოლოგი თუ რაღაცა გარკვეული პროგრამა შექმნას, შეიძლება იყოს, მაგრამ აშკარა არის, ესე იგი, რომ ესეც არაფუნქციური არის და არაეფექტური არის და ესეც მეტყველებს არაკომპეტენტურობაზე. ეხლა უნდა რომ ჩამოაყალიბოს ახალი დახურული სივრცე, იმ დახურულ სივრცეში არსებობს ამ კრიმინალური მენტალიტეტის გავრცელების საშიშროება, რომ იქ გარკვეული რაღაცა ეზოტური პალაჟენია დადგეს, აი უკვე აი ამ მცირეწლოვანი ბავშვების და მათი რეაბილიტაცია კი არ მოხდეს. პირიქით უფრო მეტად ჩათრევა აი ამ კრიმინალურ მენტალიტეტში. და ამის მაგალითია ის, რაც თავად გამოაგდეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუ რა ხდებოდა ციხეში მაღალი პროფილის კრიმინალურ кейსზე. ეხლა უყურეთ კიდე გარდა ამისა რა სიტუაციაა. საშიშროება რამდენად შეიძლება იყოს იმისი, რომ ვთქვათ, აი ამ კანონის გამო მაგალითად იქ მე Facebook-ზე ვნახე რაღაცა სტატუსები, რომლებიც წერდნენ, რომ აი ხა ვიღაცა ბავშვმა მურაბა რომ მოიპაროს ამის გულისთვის შეიძლება გაუშვან ამ გამოსასწორებელ სახლში და ასე შემდეგ. ამას დავანებოთ თავი ესეთი რაღაცეები მოხდება აუცილებლად. ამის საშიშროება სისტემა რომ რაღაცა ესეთ შეცდომას დაუშვებს ყოველთვის არის გერმანიაში მათ შორის და ამერიკაშიც. და ამერიკაში კიდევ უფრო უარესი კანონები არის ზოგიერთ შტატში და ამაზე ესეთ ზედაპირულად შედარებაც არ შეიძლება ამ შემთხვევაში. მაგრამ აი მაგალითად თუ დავუკვირდებით ჩვენ კრიმინოლოგიას და მაგალითად არსებობენ ადამიანები, რომლებიც იკვლევენ განგსტერულ მენტალიტეტს და კრიმინალურ მენტალიტეტს და ორგანიზებულ დანაშაულს, ერთ-ერთი თემა და ეს მაგალითად ფორმულაზე იყო ადრე რაღაცა გადაცემა და სიუჟეტი, სადაც მზიურში ძალადობდნენ ვიღაცა ბავშვზე ფიზიკურად რაღაცა დაჯგუფება. მოხდა ისე, რომ ესენი მოქმედებდნენ ისე, როგორც მოქმედებენ მაგალითად სხვადასხვა გენგები ან ბანდები, თუნდაც ამერიკაში მაგალითად, რომ ესეთი სისტემაა რა, შენზე იწყებენ ძალადობას და გეუბნებიან, რომ თუ გინდა რომ მოგეშვათ ძმაო, შემოგვიერთდი. და რეკრუტირება ხდება ახალი წევრების ასე.
თუ ჩვენ ვნახავთ იმას, რომ მაგალითად აი ეს კანონი შევაცვლილება აი ამაში და გაჩნდება საშიშროება, რომ მაგალითად ის ვიღაც ბავშვები, რომლებიც კრიმინალებთან მეგობრობენ და კრიმინალურ ბანდების წევრები არიან და მათ ზედამხედველობას უწევენ ვიღაცა მათზე უფროსი ასაკის კრიმინალური ავტორიტეტები, აქ ჩნდება იმისი საშიშროება, რომ ვიღაცა ბავშვი უბრალოდ დაჩაგროს რაღაცა ჯგუფმა და უთხრას, რომ წადი ეხა რომ თუ გინდა რომ თავი დაგანებო, ძმაო წადი მოიპარე რაღაცა და მოიტანე ჩვენთან. და აიძულონ ეს და სანამ არ გააკეთებს, მანამდე მასზე იზალადებენ. და მოხდება ესე რეკრუტირება მისი. თვითონ კი აღარ გაისვარონ ამ თემაში, არამედ მაგალითად ვიღაცა გამოიყენონ ამისთვის. როგორც ეს ზოგადად ხდება, ხო? და შესაბამისად, აი ეს ყველაფერი მე მაჩვენებს, რომ როგორც ემიგრანტი მე ამას ვუყურებ, არც ახლობელი მომიყვა ამას და არც რაღაცა ნაცურ არხზე არ მიყურებია, ამას უბრალოდ ნახე, რომ რა ხდება, რას აპირებს ოცნება? ნიუსი ვნახე. არავის გაფილტრული ის არ იქ იმა რა ქვია ყობახიძე მე გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდება და ხანვისი აზრი. აი ფაქტები არის ხო ერთადერთი და ეს ფაქტების ლოგიკურად ვიმსჯელე და მივხვდი რომ ამ ყველაფერიდან გამომდინარე საქართველოში არის არაკომპეტენტური ხელისუფლება და იმდენად არაკომპეტენტური ხელისუფლება არის რომ მაგალითად აი იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ოპერაციაზე რომელიც ჩვენ ვნახეთ სოფელ კაბალში როდესაც მოკლეს ადამიანი რომელსაც შეუვარდნენ სახლში ესეც არაკომპეტენტურობის ზეიმი იყო და ესეც მაჩვენებს მე იმას რომ დღესდღეობით საქართველოში არაკომპეტენტური ადამიანები მართავენ ხელისუფლებას და იყო მოხდა რა ანუ ადამიანი რომელიც არჩევნებზე ეხმარებოდა ქართულ ოცნებას და იყო თუ არ ვცდები საკრებულოს წევრიც ქართული ოცნების მხრიდან მაგრამ მე აღარ იყო თუ რაღაცა ნუ მაკლედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო ეს ადამიანი იმდენად არენდობა ხელისუფლებას რომ იმის ნაცვლად რომ წასულიყო ხელისუფლებასთან როცა მას კრიმინალური ავტორიტეტები მოგვაძგნენ და ფული მოსთხოვეს ის წავიდა მეორე კრიმინალურ ავტორიტეტთან ანუ მე ეს ადამიანი რომელიც თქვენი მომხრე და თქვენ გეხმარებათ იმაში რომ არჩევნებში მოიგოთ ეს ამ ადამიანის ქცევა მე მარწმუნებს რომ ეს არ გენდობათ და არასანდო ხელისუფლება ხართ არაკომპეტენტურად გთვლით არასანდოდ გთვლით გარდა ამისა ეხა უყურეთ ამ კაცს რა გაუკეთეს ამ კაცთან იმის გულისთვის კი არ შევარდნენ რომ ეს რაღაცა კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო არამედ მასზე გავრცელდა მუხლი კრიმინალურ სამყაროსთან მიმართვის შესახებ გარდა ამისა როგორც ამ ადამიანის ახლობლები ამბობენ მას ჰქონდა 3 იარაღი გაფორმებული ესეც იცოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამის და მიუხედავად ისე დაგეგმეს ოპერაცია რომ ამ ადამიანს ესე ჩაძინებულს დაეცნენ შუაღამისას და ეხა უყურეთ ეს ადამიანი რა მდგომარეობაში არის ამ ადამიანთან მოვიდა კრიმინალური ავტორიტეტი მოსთხოვა რაღაცა თანხა ეს არენდობა ხელისუფლებას წავიდა მეორე კრიმინალურ ავტორიტეტთან იმან ვერ მოუგვარა შესაბამისად ეხა ეს ელოდება რომ აი ამ ყველაფრის გამო მას დაადგება სხვა კრიმინალური ჯაჯგუფება რომ მასზე შური იძიონ და შესაბამისად ის მას აქვს ლეგიტიმური შიში იმისა რომ აი ამ კრიმინოგენურ სიტუაციაში მის და მისი ოჯახის სიცოცხლე შეიძლება საფრთხე დაემუქროს ამიტომ მას აქვს იარაღი რომელიც გაფორმებულია და აი ამ სიტუაციის ანალიტიკა ვერ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა თუ გამომძიებელმა თუ ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია და ამ ადამიანს შეუვარდნენ და ადამიანს რომელიც მოელის რომ მასთან კრიმინალები უნდა შემოვიდნენ მის მოსაკლავად თავდაცვის მიზნით რა თქმა უნდა შოკირებული ახალ გაღვიძებული ეძებს იარაღს და მას ლიკვიდაციას უკეთებენ როგორც ამას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან და აი ეს ყველაფერი რაც ეხა მე მოგიყევით მე როგორც ემიგრანტს აძლევს იმის ლეგიტიმური ვარაუდის საშუალებას რომ ვთქვა რომ არჩევნები როცა იქნება მე ხმას არ მივცემ არაკომპეტენტურ ხელისუფლებას. იმიტომ კი არა რომ არამედ აი ამ ყველაფერს ვუყურე და მივხვდი რომ ეს ხალხი არაფრად არ ვარგა. არც როცა საქმე ეხება კრიმინალთან ბრძოლას, არც კრიმინალის პრევენციას, არც საკუთარი მომხრეები და მხარდამჭერები ენდობიან, რომლებიც მათნაცვლად კრიმინალებთან გარბიან საშველად. და მე ამ ყველაფრის მოსაგვარებლად რაღაცას კი არ აკეთებენ ჭკვიანურს არამედ ან კანონს სულიან რომ ბავშვები სადღაც ჩაკეტილ სივრცეში მოწყვეტი ოჯახიდან მოწყვეტილები გადაიყვანონ ან ვიღაცას კლავენ იმიტომ რომ არაკომპეტენტურად დაიგეგმა ოპერაცია აი ეს მაძლევს იმის საშუალებას რომ ვიფიქრო
რომ ეს ხალხი არ არის კომპეტენტური.